დღევანდელი თემა იყო დედაენის დღეს ეძღვნებოდა, დედაენას ეძღვნებოდა, ამბავს ეძღვნებოდა და უბრალოდ ვერ არ იცის რომ როგორც გიორგი და გოგლა ლეონჯეს ეს დედის ნაწილაზე იები ამოდისო და გოგლა ლეონჯეს თურმე მეგობარმა სთხოვა თავისი წიგნისთვის წინა სიტყვების დაწერა და შეპირდა რომ ერთ კვირაშიო წინა სიტყვების დაწერის მოგათვეოდა მე რომ წამოვიდა და დაიწყო იმ მეგობრის წიგნისთვის წინა სიტყვების დაწერა მიიყვა ამამებს და გამოვიდა მოთხრობათა კრებული საგანძური ნატრის ხე თავისი მაიტათი და თავის პატარ-პატარა მოთხრობებით. ამდენად გოგლა ლეონჯის ნატრის ხე ღმერთო გაჩუქა აი ამ რომელიღაცა წიგნის წინა სიტყვების გამო იწერებოდა და მივიღეთ ულამაზეს საგანძური იმდენად ძვირფასი სახეები და სახელები ამოტივტივდა კახეთში. აი ამ გმირების სახით. როცა ლევან გოთვას დაუწერია პირველი ფურცლები გმირთა ვარამის და ამ წიგნს წერდა ის გადასახლებაში ვორკუტში და წაუკითხავს ეს პატიმრებისთვის დაუმთავრებია წიგნის გარკვეული ნაწილის წაკითხვა და მე უთქია ხედავთ მიუმართავს კახელებისთვის ხედავთ კახელება როგორი დიდი გმირები ყავდათო და ეხ ბატონო ლევან გმირები ბევრი და დიდებული ყავდა მაგრამ ვარამის დიდი ნახესო და ლევან გოთვას უთქია თქვენ მე ახლა მეკანახეთ ჩემი რომანის სათაური წიგნის გმირთა ვარამიო. აი ესე დაიბადა ეს სახელწოდება გმირთა ვარამი. და აი პატარა ბავშვს მიუტანია ყვავილების კონა იაკობ პაპასვიზე უთქია რომ პაპა იაკობ გაზაფხულს გილოცავ აი იაო და აი ეს გაწული ხელი აი ია გადაიქცა დედაენის აი ამ პირველ შესავლად ლამას იმ წინადადებას ოსიტყვია რომელმაც მთელი სამყარო ასახა. დღევანდელი დღე ამ ამბავს მიუძღვერით შევაქვით ლაზარე გამოვით გარე იმიტომ რომ ზოგადად ლაზარე ივანე ზოსიმას ბრწყინვალე ქებაი და დიდებაი ქართული საინსაი ამის მიხედვით ეძღვნება და ეხება ენის აღორძინებას. ახლა კი რა თემაზე მინდა გესაუბროთ ეს არის თქვენს მიერ დილბოდიში კაცვენებს მაგ წინა თემა მინდა გავიარო შემთხვევით ხო არ ჩაგვარდნია დღეში ეხლა გამოუშვეს ძველი ქართულით დედაენა. არა ეხლა ახალი გამოშვებულია საპატრიარქოს ხელშეწყობი. არა არანაირად. უბრალოდ მაინტერესებს როგორ არის ხა. ამის მიხედვით არის აწყობილი. არა აწყობილი ერთია და ჩვენი თვალი და ჩვენი ყური და ჩვენი სული ეჩვევა რაღაცეებს და როგორ დაალაგა ადამიანმა ამ დიდმა შემოქმედა ია კაი გასაგებია ხო? რო უთხრა ადამიანს აი ფილოლოგებს მასწავლებლებს ალბათ ყველაზე უკვე დაწყებითები გაართმევენ თავს რომ უწყვეტად პირველი 10 საგანი დაასახელონ რომელიც შესულია დედაენის წიგნში. იმიტომ რომ ამის დალაგება იყო მთელი ღვთაებრივი სიმძნე ია გასაგები არის ხო? მე როგორც მახსოვს მოდიოდა ხე არა ხე არა მოდიოდა თითი მე მოდიოდა რაღაცა თხა საათი უთო და არ გინდა ამათი დალაგება რომ შეგი ამ სიტყვას ქედზე ხო მე აწყობილი იყო თათი თითი თუთა და ასე მიყოლდა ხო ეს იყო გენერალური რამ ერთი ამბანი შექმნა მეორეა ისეთი საგნები მოგეტანა ზუა თუ უთუა თუ ყველაფერი თუ ამაკია რომ შენ ყველა ქართული სიტყვა და მეგესადაგებინა მოთხრობა შეგექმნა ეს დიადი ღვთაებრივი შემოქმედება იყო.